პირველი მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის რეის 2010 წელს შეასრულებს საუკუნის პროექტად წოდებული მაგისტრალის მშენებლობა დაწყებულია. რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებას სამი ქვეყნის პირველი პირები მიხეილ სააკაშვილი, აბდულა გიული და ილჰამ ალიევი დაესწრნენ. ქართული მონაკვეთის რეკონსტრუქციასა და მშენებლობას მთლიანად პროექტისთვის განკუთვნილი თანხის დაახლოებით $202 მილიონი მოხმარდება. ბაქო-თბილისი-სტამბოლის პირველი რეისის პირველი ბილეთი უკვე დაჯავშნულია. ისტორიული აბრეშუმის გზის თანამედროვე სარკინიგზო ხაზის პირველი მგზავრი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ის დრო, როცა ჩვენ დავიძინებთ საღამოს თბილისში მატარებელში და გავიღვიძებთ დილას სტამბოლში, არის ძალიან ახლოს. ძალიან ახლოს. და შემდეგ გავივლით თურქეთს და დავიძინებთ კიდევ ერთხელ გავიღვიძებთ რომელიმე ევროპის შუაგულის დედაქალაქში. ესე იგი საქართველო ხდება ევროპის ნაწილი, არა მხოლოდ კულტურულად და არა მხოლოდ ისტორიულად და ცივილიზაციურად, არამედ გეოგრაფიულად. მე ვარაუდობ ჩემს საპრეზიდენტო მეორე ვადაში, ბევრად უფრო ადრე ვიდრე ეს ვადა ამოიწურება, ეს რკინიგზა გავხსნა და ვიყო პირველი მგზავრი ბაქო-თბილისი-სტამბოლის ექსპრესის. გეოპოლიტიკური რევოლუციისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია პროექტის განხორციელება დღეიდან დაიწყო. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მშენებლობა ერთად გახსნეს. ეს არის გიგანტური პროექტი, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს შეცვალოს ისტორია, შეცვალოს იმ ხალხის ბედი, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროექტის განხორციელებას, მაგრამ ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით ამ პროექტის რეალიზებისთვის. თურქეთი იყო პირველი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა. დღეს კი შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი კიდევ უფრო ძლიერდებიან, აძლიერებენ თავიანთ დამოუკიდებლობას და ხდება ჩვენი ჩართვა მსოფლიოს ეკონომიკაში. ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა მარაბდის ახლად გახსნილ სადგურს და სარკინიგზო მანქანითაც გაისწრინეს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული მართავდა. ყარსი ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთი 220 კილომეტრიანია. პროექტის განხორციელება $422 მილიონი ჯდება. მშენებლობა ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. ყარსი ახალქალაქის 98 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომლის 29 კილომეტრით საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და ახალქალაქი თბილისის მაგისტრალის რეკონსტრუქცია. გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, აზერბაიჯანის სამშენებლო კომპანია აზერინშათ სერვისი. 2009 წლის 1 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს ეს ეტაპი მშენებლობის. ეს არის ახალქალაქი კარწახის მონაკვეთი, 25 კილომეტრი თავისი გვირაბით. გათვლებით რომელიც არის, ჩვენ პირველ წელს ვიწყებთ დაახლოებით 1,5 მილიონიდან 2 მილიონამდე ტონით და დაახლოებით 7-8 წელიწადში გავდივართ 15 მილიონ ტონაზე, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ამ მონაკვეთისთვის. ახალ რკინიგზას სატვირთო და სამგზავრო ფუნქცია ექნება. ის უდიდეს როლს შეასრულებს საქართველოს როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. თანამედროვე აბრეშუმის გზის მეშვეობით საქართველო ფაქტობრივად იქცევა ხიდად იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. სატრანზიტო კორიდორი ერთმანეთთან ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს დააკავშირებს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის ფაქტობრივად კარიბჭე 7 ასე ვთქვათ, ქვეყნისათვის, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, ცენტრალურ აზიაში და ჩვენს კავკასიის რეგიონში. და ამ კარიბჭის ფუნქციას, ამ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას, რა თქმა უნდა აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. ასეულობით ადამიანი უკვე დასაქმდა პროექტის ამოქმედების შემდეგ ვარაუდობენ, რომ კიდევ ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. გააჩნია ახლა ობიექტს ყველა უბანს თავისი ხალხი ყავს, თითო უბანზე სადღაც 20-30 კაცი. პირველი მატარებელი თბილისის გავლით ბაქოდან ყარსში 2010 წელს ჩავა. საქართველოსა და თურქეთს შორის ახლო მომავალში შესაძლოა სავაჭრო ბრუნვა მილიარდამდე გაიზარდოს. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა განსაკუთრებით შეუწყობს ხელს. ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დღეს თბილისში გაფორმდა. ამ ხელშეკრულებების გაფორმებას მხარეებმა ისტორიული უწოდეს, რადგან პირველად საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა იქნება. ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების თანასწორ და ურთიერთსასარგებლო პირობებში წარმართას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს ორივე მხარის ბაზარზე მეწარმეთა თავისუფალ შეღწევას. საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი უნდა იყოს ერთი დიდი თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ერთი დიდი ეკონომიკური ერთიანობა. წელს 700-800-მა ჩვენო მოქალაქემ გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოცნება
ღია საზღვრებზე, ღია ზონაზე, ღია ეკონომიკაზე თანდათან ხდება ნამდვილად. თურქეთი რუსეთის ემბარგოს შემდეგ საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ ბოლო 3 წლის მანძილზე 250-დან 800 მილიონ დოლარამდე მოიმატა. მხარეები ერთ წელიწადში ამ ბრუნვის 1 მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობენ. ყოველი ახალი ხელშეკრულება განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კიდევ უფრო მჭიდრო და სარფიანს ხდის ურთიერთობას. ასეთი ურთიერთობის პირობებში სამუშაო ადგილების რიცხვიც გაიზრდება. თურქეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პარტნიორიცაა. მარტო შარშან თურქეთმა ჩვენს ქვეყანაში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თბილისის და ბათუმის აეროპორტები და ბათუმში მშენებარე 5 ვარსკვლავიანი შერატონი თურქული ინვესტიციებია. შერატონი 2009 წლის ივნისში შევა ექსპლუატაციაში და მასზე 32 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ორ ქვეყანას შორის მაღალი ნდობა არსებობს, რაც უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა. საქართველო და თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ და ეს არის სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა. ამ მიერიდან ქართველი ყველა ბიზნესმენისათვის, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველა ქართული საწარმოსათვის თურქეთის ბაზარი არის გახსნილი. ნებისმიერი ქართული პროდუქცია თურქეთის ბაზარში შევა ყოველგვარი დამბეგვრის გარეშე. დღეს გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულების მიხედვით გაუქმდა საბაჟო გადასახადები ზოგიერთ პროდუქტებზე. ამ ხელშეკრულებით თურქეთში მოქმედი მაღალი საბაჟო და საგადასახადო ტარიფებიდან გამომდინარე გაიზრდება ქართული და განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. ის დაინტერესებული მხარეები, რომლებიც ცდილობდნენ დაემყარებინათ ქართული ღვინის იმპორტი თურქეთში, ახლა გაცილებით უფრო მეტი ინტერესით, გაცილებით უფრო მეტი მოგების მარჟით იქნებიან ჩართული ამ საქმეში. Iki პროდუქტები იქიდან აქ მოვალ და აქიდან თურქეთში მივალ არაფერი გადასახდელი არ იქნება. თურქულ-ქართულ ბიზნეს ფორუმზე ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხელი უნდა შეუწყონ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების მთელი შავიზღვისპირეთის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებას. ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დღეს თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთობლივ ბრიფინგზე საუბრობდნენ. ქეთი ქარდავა საუბრობს დეტალებით პირდაპირ ეთერში საღამოშვიდობის. ქეთი, როგორ აფასებენ პრეზიდენტები შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ თანამშრომლობას? რა თქმა უნდა, პირველი თემა, რომელზეც ორივე პრეზიდენტი დღეს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საუბრობდა, იყო ეკონომიკური თანამშრომლობა. პრეზიდენტი დღეს ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ 2006 წლიდან სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის არის გაორმაგებული. ესეც ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დღითი დღეთ თანამშრომლობა და ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის. ასევე პრეზიდენტმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთმა დააწესა ემბარგო და თქვა უარი ქართულ პროდუქციის გატანაზე რუსეთში, ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა თურქეთის მხრიდან უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან და უკვე წელს წლევანდელი წლის მონაცემების 800,000 ადამიანმა გადაკვეთა თურქეთის საზღვარი. რა თქმა უნდა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაკეთა ორივე პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური განცხადებებით, საუბარი იყო აფხაზეთზეც და სამხრეთ ოსეთზეც. თურქეთის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს იმ გეგმას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ ორივე კონფლიქტის გადაჭრას. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი დღეს პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღავში აპირებდა ვიზიტს თურქეთში. ეს უნდა ყოფილიყო ოფიციალური ვიზიტი და ამ ვიზიტის დროს ბაღავშს ექნებოდა სტატუსი როგორც აფხაზეთის პრეზიდენტი და ამ ვიზიტზე თურქეთმა მას უარი უთხრა. დღეს თურქეთის პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე საუბრობდა, რომ ეს იყო მისი მთავრობის გადაწყვეტილება და თურქეთის ხელისუფლებას არ სურს იმ პოზიციის შეცვლა, რომელიც დაფიქსირებული აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. დღესვე ასევე ცნობილი ხდება, რომ 5 იანვარს თურქეთი იქნება ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელიც გამოაგზავნის ათობით დამკვირვებელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვინაიდან თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორი პოლიტიკური სიტუაცია იქნება საქართველოში. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და ძალიან ვაფასებთ, რომ თურქეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური გაფრთხილება, რომ არ უნდა მოხდეს უკანონო ინვესტიციების ჩადება და ქონების უკანონო შეძენა აფხაზეთში, სადაც განხორციელდა საიდანაც მოსახლეობა არ განდევნილი და ამიტომ მათი ქონება უკანონოდ არავინ არ უნდა შეიძინოს. ეს არის ნამდვილი მეგობრის და იმ ქვეყნის საქციელი, რომელიც პატივისცემს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ცივილიზებული მოქცევის ნორმებს და რომელსაც უნდა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა. ჩვენ მადლობელი ვართ იმ დადებითი როლისთვის, რომელიც თურქეთი თამაშობს რეგიონალური კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში. ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური ქმედების შედეგი იყო, რომ აჭარაში სისხლი არ დაიყვარა და აჭარის საკითხი მშვიდობიანად მოგვარდა. ჩვენ თურქეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ ასევე თურქი დამკვირვებლების
ჩამოსვლის საკითხი თურქეთის ხარესთან ვიხილავთ ამას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად შვიდად, ხირცეულად და თავისუფლად. კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სურს და ყველანაირად დაგეხმარებათ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები. საქართველო არის სწორ გზაზე და ამ მხრივ შეფერხება არ იქნება. ნოემბრის მოვლენები ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ შემაჯამებელი პრესკონფერენციის შემდეგ ორივე პრეზიდენტი გაემართა შავი ზღვის უნივერსიტეტში თურქეთის პრეზიდენტმა და სააკაშვილმა დაათვალიერებინა ეს უნივერსიტეტი იყო შეხვედრა სტუდენტებთან და ამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნივერსიტეტი, სადაც უამრავი თურქეთიდან ჩამოსული სტუდენტიც იღებს განათლებას, არის კიდევ ერთი სიმბოლო იმის თუ როგორ უნდა იმეგობრონ ორი ქვეყნის მოქალაქეებმა და ასევე არაერთი პროექტი უნდა დაიგეგმოს განათლების კუთხითაც. თურქეთის პრეზიდენტმა უკვე დატოვა თბილისი, თუმცა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც ინფორმაცია გავრცელდა პრესკონფერენციაზე, უახლოეს მომავალში, როგორც პრეზიდენტებმა თქვეს, დაიწყება თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაცია. ოშკის ტაძარი იქნება პირველი ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდება, ხოლო ოშკის შემდეგ კი იქნება უკვე ზარზმა. დიდი მადლობა კეთი ქარდავა საუბრობდა მოამბის სტუდიიდან. მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე განათლების მინისტრობის კანდიდატი შეიცვალა. უწყება შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე წარდგენილმა ბელა წიფურია მინისტრობაზე უარი თავად განაცხადა. ბოლო 2 დღის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინისტრიც და მინისტრობის კანდიდატიც შეიცვალა. კანდიდატი, რომელიც გუშინ პარლამენტში შეხვედრებს მართავდა, ჩვენ გვგეგმავთ იმ კურსის გაგრძელებას, იმ გეგმების შესრულებას, რაც უკვე არსებობს და რასაკვირველია ახალი მიდგომების განვითარებას. დღეს მინისტრობაზე უარს აცხადებს. ეს არის საერთო ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება, რომ ამ სიტუაციაში ფუნქციების განაწილება ასე სჯობია, რადგან ის ყოველდღიური და მნიშვნელოვანი და დეტალიზებული საქმიანობა, რაც პროგრამების განხორციელებას მოსდევს, თან არ დარჩეს სრული ჩემი ყურადღების გარეშე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის ახალი კანდიდატის შესახებ არაფერი იცოდნენ დილას გამართულ მთავრობის ხდომაზე. დაადასტურეს უკვე და ან თქვენ თუ იცოდით, რომ ბელა წიფურია თქვა თვითონ არ უნდოდა ან რაიმე მსგავსი. არა ვარ ინფორმირებული. წიფურია თავის ადგილას რჩება თუ იცი. მე რა ვიცი, მე ვარ. ჩემ მოადგილეების ვიცი და არა მე ხა სხვა მოადგილეების რა მოსდი სხვა სამინისტროებში მე მანდარენს მაგას არ ვაკონტროლებ არანაირად. პარლამენტში კი ამ სიახლეზე ბიუროს ხდომაზე საუბრობენ. ვიცე-სპიკერის განცხადებით, საკუთარი კანდიდატურა თავად ბელა წიფურია მოხსნა. შიში გარკვეულწილად უნდა გქონდეს დიდი ტვირთისადმი და ქალბატონ ბელას თუ ასეთი შიში აღმოაჩნდა, ეს მხოლოდ კეთილშობილური საქციელია. დღის მეორე ნახევარში პარლამენტში ყოფილი და მომავალი მინისტრები ერთად მიდიან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის ახალი კანდიდატი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ლომაიას გუნდის წევრი მაია მიმინოშვილია. პრეზიდენტმა ჩვენი რეკომენდაციით წარმოადგინა ასევე ჩვენი გუნდის წევრი ქალბატონ მაია მიმინოშვილის კანდიდატურა. ახლა შეგახსენებთ, რომ კარგად მოგეხსენებათ, უბრალოდ ეს სწორედ ის პიროვნება, ვის სახელსაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება. ულუდნელი ნამდვილად იყო გუშინ საღამოს შევიტყვი ამის შესახებ. თქვენ იცით, რომ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ ჩემთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი განათლების მინისტრი პროფესიით მათემატიკოსი 47 წლის მაია მიმინოშვილი იქნება. ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგის შემდეგ ის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხდება. მიმინოშვილი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მტკივნეულ რეფორმას კურირებდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე 3 წელია, რაც სტარდება. გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში 52,000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა. სავარაუდოდ ახალ მინისტრ პარლამენტი რიგ გარეშე ხდომაზე ხვალ დაამტკიცებს.
თავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას ხვალ გამოუცხადებს ფრაქციებსა და კომიტეტებში განსხილვები დასრულებულია ოპოზიცია ხვალინდელ სხდომას არ დაესწრება მრეწველებს პრეტენზია 2008 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გადაწყვიტა 2008 წლის ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით დახვეწოს რასაც დრო დასჭირდება ამიტომ ბიუროზე გადაწყდა რომ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა 2 კვირით გადაიდება ბიუჯეტის საკითხი გადაიდო, იმიტომ რომ სხვადასხვა ხედვა აქვს პრემიერს და იმ მთავრობას, რომელიც მას დახვდა, ამიტომ ვიზახდით სწორედ უნდა შეეცვალა და განსაკუთრებით ბენდუკიძეზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება, რა თქმა უნდა. არანაირ შეუთანხმოებასთან ადგილი არ აქვს, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ბუნებრივი აქვს გარკვეული ხედვები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, იქვე დეფიციტის შემცირებასთან დაკავშირებით, გარკვეული სოციალური ხარჯების გაზრდის კუთხით, ამიტომ მან დამატებით მოითხოვა 10 დღე 2 კვირა სრულად ბუნებრივია ეს. ესეთი რთული პერიოდი დაგვიდგა, რომ 2007 წლის ბიუჯეტის ეს მიმდინარე კორექტირება, 2008 წლის ბიუჯეტზე მუშაობა, ეს ყველაფერი ადრეულად კეთდება, ცეიტნოტის პირობებში, მაგრამ რა ვქნა. შემოსავლების სამსახური ბორჯომს ამოწმებს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის ოფისებიდან ფინანსური დოკუმენტაცია ამოღებული. ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კომპანიის დაინტერესებას აპროტესტებს ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც სალფორდის საინვესტიციო ფონდი ეკუთვნის. თავის მხრივ ბორჯომის აქციათა საკონტროლო პაკეტი კი სწორედ სალფორდის საკუთრებაა. სამართალდამცავები მინისა და მინერალური წყლების კომპანიის სათაო და სადისტრიბუციო ოფისებში და ბორჯომის მოქმედ ქარხნებში ერთდროულად შევიდნენ. ფინანსურმა და საგადასახადო სამსახურებმა კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღეს. არანაირი დაკითხვა არ ყოფილა ამას სასახადო ადასტურებს, რაც სამართლებრივ ხარეს შეეხება. გუშინ იყვნენ კომპანიის სათაო ოფისში და აბსოლუტურად ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში დოკუმენტების ამოღება. არანაირი სხვა ფაქტი ჩვენ ჯერჯერობით არ აგვაქვს. რა დარღვევებს ედავებიან სამართალდამცავები ბორჯომს ჯერჯერობით უცნობია, არც ფინანსური პოლიცია და არც კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით შემოწმება გეგმიური იყო. კომპანია ბორჯომის საკითხს ღიად ტოვებს ფინანსთა მინისტრიც. ჯერჯერობით ბერადარი კომენტარს მაგაზე ვერ გავაკეთებ. ბორჯომის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი Selford Investment-ის საკუთრებაა. Selford-ი კი ბადრი პატარკაციშვილის საინვესტიციო ფონდია. დღეს პატარკაციშვილი მის კუთვნილ ობიექტზე სამართალდამცავების შესვლას აპროტესტებს და ხელისუფლებას მიმართვას უგზავნის. მას შემდეგ, რაც ღიად გამოვხატე ჩემი შეხედულებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლება შტურმით იღებს ჩემს მფლობელობაში არსებულ ობიექტებს. გთხოვთ შემატყობინოთ, რომელ ობიექტზე აპირებთ შეჭრას, რათა ქვეყანაში კანონიერების აღდგენამდე უპრობლემოდ გადმოგაბაროთ ისინი. ცხადია დავიტოვებ უფლებას თითოეულ ფაქტზე საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შესაბამისად ვიდაო. არავის არ აწიუკებს პირველ რიგში მიმდინარეობს გამოძიება ჩვეულებრივად. აქ არიან ადგილზე შესაბამისი დირექტორები და ხელმძღვანელები იმ დაწესებულებების, რომლებიც ხდება შემოწმება, ამიტომ ხა არ აქვს დიდი ხალისი, რომ პატარკაციშვილს ლონდონში უგზავნონ დეპეშები ამასთან დაკავშირებით. აქ არის შესაბამისი ხელმძღვანელობა, რომელიც გაცემს პასუხებს ყველაფერზე. ბორჯომის ქარხნები ამ დროისთვის დალუქული არ არის. საწარმოები დაბა ბორჯომში დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. მინის და მინერალური წყლების კომპანიას ბორჯომის ჩამოსხმაზე 97 წლიდან ექსკლუზიური უფლება აქვს. კი, ვიყავით დილისმენი და 8-დან 4-მდე და მივდივართ ახლა დილით. და მეორეს მანა არ იქნება? არ ვიცი. კომპანიაში ამბობენ, რომ განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებენ. მანამდე კი კომპანიის ხელმძღვანელობა ადვოკატებთან კონსულტაციებს გადის. ოპოზიცია წინასაარჩევნო მარათონში აქტიურად ერთვება, სანამ ოფიციალურ კანდიდატებად დარეგისტრირდებიან. პრეზიდენტობის მსურველი ოპოზიციონერები საკუთარ გეგმებს დიპლომატებს აცნობენ. შალვა ნათელაშვილი თავის მოთხოვნებზე ჯონ ტეფთან, ლევან გაჩეჩილაძე კი რია ნოვოსის ოფისში რუს ჟურნალისტებთან საუბრობს, თუმცა ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატმა შეხვედრაზე ქართული ტელეკომპანიების წარმომადგენლების დასწრება არ ისურვა. ჯერ მთავარი ამოცანა იქნება, რომ დაუნიშნო ესეთი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. ლევან გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო გეგმებს დღეს მხოლოდ რუსული ტელეკომპანიების ჟურნალისტები ისმენდნენ. ეროვნული საბჭოს კანდიდატმა რია ნოვოსტის ოფისში ტელეხიდის გადასაღებად მისული ქართული ტელევიზიები არ შეუშვა. ბოიკოტის მიზეზი კი მათ რუს კოლეგებთან განმარტა. არის საქართველოში რამოდენიმე ტელეარხი, რომელიც სიმართლეს მალავს და მოსახლეობაში აუცილებლებს დეზინფორმაციას. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტების მთავარი ამოცანაა, რომ გამოიძიონ რა მოხდა 7 ნოემბერს, 24 საათი მიმდინარეობს სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია.
ქართული პრესის გარდა რუსული მედიის წარმომადგენლებთან გაჩეჩილაძემ დღეს პრეზიდენტი, მთავრობა და სასამართლოც გააკრიტიკა. ასევე ვრცლად განმარტა თავისი საპრეზიდენტო გეგმები, რომელთა მთავარ პრიორიტეტებად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, კონსტიტუციური წყობის შეცვლა და დსთ-დან გასვლა დაასახელა. როდესაც ესენგი დაფიქრდება იმაზე, რომ ააშენოს თავისუფალი ქვეყნები, მე შეიძლება ისევ დავამატო. ჩვენ ვივთვით იმისთვის, რომ ჩვენთან ნებისმიერი ქართველი და საქართველოს მოქალაქე იყოს აბსოლუტურად თავისუფალი. მოსკოვიდან დასმულ შეკითხვებს ეროვნული საბჭოს კანდიდატი თითქმის 1 საათის განმავლობაში პასუხობდა. რიყეზე მისივე მხარდასაჭერი აქციის გასაშუქებლად შეკრებილ ქართულ ჟურნალისტებთან საუბარი კი კიდევ ერთხელ არის სურვა. აქციის შესახებ განმარტებები ეროვნული საბჭოს სხვა წევრებმა გააკეთეს. ჩვენ სადაც წინა მანქანა მიცემს სიგნალს, იქაც სიგნალს ვაძლევთ ერთობლივად. და ესეთი მოწესრიგებულად მივყვებით ყველანი. არავით არის გადასწრება, არავით არის საავარიო სიტუაციების შექმნა ქალაქში. რამდენიმე ათეული ავტომობილი დროშებითა და სიგნალებით რიყიდან სამგორისა და გლდანის მიმართულებით 2 საათზე დაიძრა. ეს როგორც ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა განმარტეს, 25 ნოემბერს დაგეგმილი მანიფესტაციის ერთგვარი რეპეტიცია იყო. რიყეზე მისვლამდე ეროვნული საბჭოს წევრები ამერიკის ელჩს შეხვდნენ და მას თავისი მოთხოვნები გააცნეს. ეს იყო პოლიტიკური რეპრესიები, ეს იყო პირველ რიგში ტელეკომპანია იმედის საკითხი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უმოკლეს დღეებში უნდა აღდგეს ტელეკომპანიის მუშაობა. დაახლოებით იგივე თემებზე საუბრობდა ამერიკის ელჩთან პრეზიდენტობის კიდევ ერთი მსურველი. თუმცა შალვა ნათელაშვილმა ჯონ ტეფს პირადად მისი ლიკვიდაციის გეგმაც გააცნო. 7 ნოემბრის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა მომიგზავნა 1000 კაციანი ტერორისტული ჯგუფის სალიკვიდაციოდ და მინიმუმ განსაზღვრული ჰქონდა 20 წლით ჩემი ციხეში გამოკეტვა. მომავალი კონკურენტისგან განსხვავებით შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტებთან საკმაოდ დიდხანს საუბრობდა. შრომის პარტიის ლიდერმა თავისი ავტომობილით სარგებლობად შემოგთავაზა, თუმცა მცირედი განმარტებით. მერცედესი ჩემი არ გიგონოთ მეგობრისა. პრეზიდენტობის სხვა მსურველები დღეს არ აქტიურობდნენ. საკუთარი სტრატეგიებისა და პროგრამების წარმოდგენას ისინი ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ იკვლევენ. ეროვნული საბჭო ტელეკომპანიებს აკრიტიკებს ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ არხებს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება დოკუმენტურ ფილმს ნოემბრიდან ნოემბრამდე, რომელიც გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია მზის ეთერში გავიდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მან საბჭოთა პერიოდი მოაგონდათ. გუშინ რაც ხდებოდა სამარხზე, აი იმ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით, ეს არის სამარცხვინო და ყველა თქვენთაგანს აქვთ მეტნაკლებად, მე არ ვიცი ახლა ზუსტად ვინ როგორ ამაში მონაწილეობა მიღებული. თქვენ მონაწილეობთ იმ პროპაგანდისტულ საბჭოთა კომპანიაში, რომელსაც აწარმოებს სააკაშვილი. სააკაშვილი რო ბოლშევიკია და მისი გარემოცვა, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. თქვენ რატომ მონაწილეობთ ამაში? ჩვენი პროტესტი არის ხელისუფლების მიმართ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მე როდესაც არ მომწონს, ასე ვთქვათ, მთელი სისტემა, მე ახლა გამტარზე არ მაქვს აქცენტი, გენერატორზე მაქვს. ამ შემთხვევაში მე გენერატორების სპეციალისტი ვარ, ალბათ ბაზრობიდან იცით და თქვენ ბატონო ხართ ნახევარგამტარები. აი იქიდან აქეთ ატარებთ და აქედან იქით არ ატარებთ და მე გირჩევდით, რომ გამტარები გამختارიყავით ინფორმაციის ორივე მიმართულებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას მოთხოვნა მოსამართლის გიორგი შავლიაშვილის აცილების შესახებ. პროცესზე დაიკითხა დაზარალებული ჯემალ სვანიძე მიცემულ ჩვენებაში. სვანიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა და დიმიტრი ქიტოშვილმა მას მუხარით გამოსცალეს კომპანია ჯეოსელის აქციები. დღესვე დაიკითხა დიმიტრი ქიტოშვილიც, რომელმაც ბრალი აღიარა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ იგი ირაკლი ოქრუაშვილის თხოვნით დაუკავშირდა სვანიძეს, რის შემდეგაც მას კომპანია ამალთეას შენობაში შეხვდა და დაითანხმა, რომ კომპანია ჯეოსელში კუთვნილი აქციები ვახტანგ გოგუასთვის 250.000 ლარად დაეთმო. დიმიტრი ქიტოშვილის და ჯემალ სვანიძის ჩვენებით სრულად იქნა დადასტურებული მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და ირაკლი ოქრუაშვილისა და დიმიტრი ქიტოშვილის ბრალეულობა იმ ეპიზოდში, რომელზეც დღეს სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. ქართულ თავადაზნაურთა საერთო ყრილობა გაიმართა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. თავადაზნაურებთან შეხვედრა სასულიერო პირები, ქართული ინტელიგენციისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოში პირველად თავადაზნაურთა ყრილობა 1917 წელს ჩატარდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს პირველი ყრილობაა, რომელსაც თავადაზნაურების სრული შემადგენლობით დაესწრნენ. ყრილობაზე სიტყვით კათოლიკოს პატრიარქი გამოვიდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა უნდა აკეთოს ერისათვის დღეს ამ ჩვენ ურთულეს პირობებში თავადაზნაურობამ. ჩემი აზრით
თავარი პასუხისმგებლობა და უდიდესი საქმე, რომელიც შეიძლება მან შეასრულოს, ეს არის უცხოეთში გაბნეული ქართველობის დაბრუნება სამშობლოში და კავშირი მათთან. ზამთრის განმავლობაში თბილისის ენერგომომარაგება არ შეფერხდება ამ პირობას მოსახლეობას თელასის გენერალური დირექტორი იური პიმონოვი აძლევს. მისი განცხადებით ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება, რადგან საქართველოს მთავრობასა და რავეას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ტარიფი 2015 წლამდე უნდა შენარჩუნდეს. Бесплатная электроэнергия в Грузии. ზამთრის პერიოდს კომპანია თელასი ძალიან მშვიდად ხვდება. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ მათ დენი ექნებათ. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ უფასო ელექტროენერგია არ არსებობს. ჩვენ ყველასგან 100%-იან გადახდას მოვითხოვთ. ჯერჯერობით ეს არ ხერხდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დავიყვანოთ. 2007-2008 წლის ენერგეტიკული წელი სექტემბრიდან სექტემბრამდე ჩვენი შესყიდვა იქნება 2 მილიარდ 270 მილიონი კილოვატ-საათი, რომელიც დღესვე უკვე გაკონტრაქტებულია პირდაპირი კონტრაქტებით და მათ შორის 40% არის კომპანიებისგან მოწოდება, რომელიც შედის ინტერაოს ჯგუფში. ღორების დაცემა ზუგდიდის რაიონის სოფლებში მოსახლეობა აცხადებს, რომ ღორები უცნობი დაავადებით იხოცებიან. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, რაიონის ვედსამსახურს ხმა ვერ მიაწვდინეს და დახოცილ ღორებს სპეციალურად გათხრილ ორმოებში თავადვე მარხავენ. ჯერჯერობით სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოებიც არ ჩატარებულა. სოფელ ცაიშის ერთ-ერთ უბანში, სადაც 20 ოჯახი ცხოვრობს, მინიმუმ ერთი ღორი ყველას დაეხოცა. მოსახლეობა მიზეზი ჯერ არ იცის. სოფელში არც ვედსამსახურის წარმომადგენლები მისულან. ყოველდღიურობიან ღორები აქა-იქა შემორჩენილი მოგდნენ. მეც ორი ღორი მომიგდა. ვეტერინარები თუ დადიან არ დადიან. არ მინახავს ვეტერინარი. არ მოსულა არავინ, კაციშვილი არ მოსულა. ცაიშის გარდა ღორების დაცემა სოფელ ნარაზენში, კოქსა და ორსანტიაშიც დაფიქსირდა. მოსახლეობა ამბობს, რომ ღორებს დაახლოებით ის სიმპტომები აქვთ, რაც გასულ გაზაფხულზე გავრცელებული აფრიკული ცხელების დროს აღენიშნებოდათ. იგივეა? რაღაც ნაწლავების ანთებაა თუ რაღაცა არის და ესე იგი ძლივს დადის და ვერ ჭამს. ზუგდიდის ვედსამსახურს ხმა ვერ მიაწვდინეს. ეს ვერც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა, რადგან სამსახური დაკეტილია. თანამშრომლებთან დაკავშირება კი ვერც ტელეფონით მოვახერხეთ. მოსახლეობა დაცემულ ღორებს სპეციალურად გათხრილ ორმოებში თავადვე მარხავს. რაც შეეხება ზუგდიდის ბაზარს, აქ უკვე 7 თვეა ღორის ხორცის შეტანა რეალიზაცია აკრძალულია. მოსახლეობასაც უკვე აღარ დაიციან, რომ ბაზარში არ იყიდება სასადილოებს ეს არ მიაქვს და მოსახლეობა სასტრაფოდ ღორების დაცემის მიზეზის დადგენას და დეზინფექციის ჩატარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცაიშელები ამბობენ, რომ სოფელში არც ერთი ღორი აღარ დარჩება.